გაეროს მონაცემებით 10 მილიონამდე ავიდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც იძულებული იყო, რომ საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკრაინაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მედუკასთან. აქ გადმოსული თითოეული ადამიანი არის გადარჩენილი სიცოცხლე. აქ ირაკლი ხვდებიან საზღვარზე და პირველი სიტყვები, რასაც ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ საიმედო ხელში. ახლა ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე, მოისვენეთ, მიირთვით ცხელი ყავა და ჩაი და იფიქრეთ მშვიდობაზე. ჩვენ დღეს გვინდა რომ გაგაცნოთ პატარა გლები. გლები არის 3 წლის, ის უკველტოლვილია, გადმოვიდა მარიუპოლიდან ოჯახთან ერთად 6 დღე იყო გზაში, როგორც დედამ გვითხრა და ძალიან ვაშკაცურად და გმირულად არის. გაუძლო ამ გზას, მარიუპოლში იცით, რომ ჰუმანიტარული კატასტროფაა. 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძალიან ბევრი ბავშვი. მშობლებმა გვითხრეს, რომ დატოვეს საშინელი ტრაგედია და ისეთი მდგომარეობა, რომელზეც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დაატყდებოდათ მათ თავს. გლების თანატოლები ახლა რჩებიან მარიუპოლში. ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი გლების მეგობარი იმყოფება უკვე პოლონეთში და ისინი ახლა იწყებენ ცხოვრებას. Слава Украине! Героям слава! Слава Украине! დიდება უკრაინას! ჩვენ გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც აქ მოვამზადეთ ძალიან ბევრ გმირთან ერთად. მათი ტრაგედიები არ გავს ერთმანეთს. მათ აერთიანებთ ერთი რამ, გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი. ირაკლი, ამ ბავშვებს ვლადიმერ პუტინი ვერ დაამარცხებს. ქეთი, მადლობა ძალიან დიდი და ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს ნახოთ შენი რეპორტაჟი. განსაკუთრებული მადლობა შენ და ასევე კახაროინიშვილს, რომლებიც რამდენიმე დღეა ძალიან ემოციურ ადგილზე იმყოფებით და აშუქებთ პროცესს, რომელსაც ქვია ლტოლვილების სამშვიდობოს გადმოსვლა. ნახოთ ქეთის და კახას რეპორტაჟი. ომს იგებს ის, ვინც არ ნებდება. ომს იგებს ის, ვინც იბრძვის ბოლომდე. ომს იგებს ის, ვის მხარეზეც სიმართლეა. სიმართლე კი ერთია, ომს ძლიერი ადამიანები იგებენ. ნამდვილი ჯარისკაცები იბრძვიან არა იმიტომ, რომ სძულთ რასაც უყურებენ, არამედ უყვართ, რაც მათ უკან არის. უკრაინაში მებრძოლი თითოეული სამხედროს უკან სამშობლოა. ბავშვები, მშობლები, ქალები. უკრაინელ ხალხს ბრძოლის ველზე და გმირი ჯარისკაცების აღმზრდელ დედებს ამ საბედისწერო გზაზე ისტორიული მისია აქვთ. მტრის არმია დაამარცხონ იქ, სადაც რუსულ ჩექმას ყველაზე მეტად უნდა ფეხის მოკიდება. უკრაინელი სამხედროების უკან ეს ადამიანები არიან. ლტოლვილები არა მარტო ომს გაურბიან, არამედ საომარ მოქმედებებზე მოგონებებსაც. დღეს, ვისაც პუტინის ომი ლტოლვილად აქცევს, უკრაინის მომავალი უნდა შექმნას. და ამიტომ არის თავისუფლების მოყვარე ხალხისთვის გადარჩენა ნომერ 1 ამოცანა. მედუკას საზღვრის გადაკვეთის დროს უკრაინის ეროვნული დროშა უკან რჩება, მაგრამ ყველა მიცის, რომ მტკივნეული, იძულებითი განშორება ერთადერთი გამოსავალია და რაც მთავარია დროებითი. მედუკაზე დღესაც ხალხმრავლობაა. პოლონეთის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე საკუთარ თავს პირველად ღრმა დამოსუნთქვის უფლებას აძლევენ. პოლონეთის საზღვარზე ყველა ემოცია ერთად იღებს თავს. ტკივილი, სიხარული, ბრაზი, მონატრება, სიყვარული, სიძულვილი. ნოსტალგია იმის, რაც ერთი თვის წინ დასრულდა. მთელი ცხოვრების მანძილზე აშენებული წამში დაინგრა, დაიმსხვრა, დაიწვა. უკრაინელებს ხვდებით საზღვარზე და ვეკითხებით, რას გრძნობენ, რაზე ფიქრობენ და რა ყოფილა სინამდვილეში საოცნებო. არ ვიცი რას გრძნობ, თითქოს შვებას.
აღარ გავიგებ დაბომბვის თავზარდამცემ გუგუნს. თან დაბნეული ვარ, მაგრამ დარწმუნებული რომ ვინც დავტოვე, ისინი გაიმარჯვებენ და თან ძალიან მალე. ჩემი ქალაქი სუმია. ყველაფერი დაინგრა. სახლის დატოვება ყველაზე რთული ყოფილა. ფიზიკურად არ გამიჭირდა, უფრო ემოციურად. ჩვენ ძლიერი ხალხი ვართ, ყოველთვის ვუმაგრებთ ერთმანეთს მხარს. დამიჯერებთ? ახლა გადმოვდივარ და უკვე უკან დაბრუნება მინდა. Бомбоубежище было человек 600. თავშესაფარში 600 ადამიანი ერთად ვიყავით. ქალებით, შვილებით, შუქი არ მქონდა. მარტო ომის დასრულებაზე ვფიქრობთ. ავადმყოფი დედა დავტოვე, 90 წლისაა. საწოლზე მიჯაჭვულია. მინდა მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრო, რადგან ასე მალე დავბრუნდები უკრაინაში. Ზაპოროჟიედან ვარ, ულამაზესი იყო, ვიდრე ჩვენამდე არ მოვიდა ომი. ვერც ვიჯერებდით. დაბომბეს სახლები, აეროპორტები. ჩემი მეუღლე დარჩა. დღესაც მითხრა, რომ მთელი ღამე შეტევა იყო. ვფიქრობ, მალე დასრულდება. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც დადგება ფეხზე უკრაინა. სხვა გზა არ არის. მედუკაზე გავიცანით ლუდმილა კიევიდან 11 წლის ვაჟთან ერთად. 4 დღე არ უძინიათ. გერმანიაში წასვლა გადაწყვიტეს. იმასაც ფიქრობენ, ომის დასრულებას აქვე დაელოდონ. გული კიევისკენ უწევთ. კიევიდან ჩამოვედით, უკრაინის გულიდან. ჩვენი ნებით არ წამოვსულ ვართ. რუსები მოვიდნენ და გამოგვაწევეს. გვართმევენ ყველაფერს, გვიკლავენ დედებს, მოხუცებს, ბავშვებს. კიევში ბომბი ჩამოვარდა და ქმარმა მითხრა, რომ ომი დაიწყო. ვერ ვიჯერებდი. წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდება კიევში. უახლოეს ქალაქებში, ირპენში, ივანკოვოში. მიწასთან გაასწორეს, წაგვართვეს ყირიმი და ახლა მთელი უკრაინის წაღება სურთ. მალე წავალთ და მგონია ჩავალთ თუ არა გერმანიაში დამირეკავენ, რომ ომი დამთავრდა და იმ წამსვე, მაშინვე უკან წამოვალ. უკრაინელმა ლტოლვილმა ბავშვებმა მსოფლიო აატირეს, დააფიქრეს და შეძრეს. საბრძოლველად მომართეს. პატარები ისე იქცნენ მთავარ გმირებად, რომ ვერ გაიგეს რა დატრიალდა მათ თავს. შედარებით უფროსებს პუტინმა ნაადრევად დასწავლა ომის მნიშვნელობა. ის, რაც ყველაზე მეტად არ სჭირდებოდა დამასაკში. როდესაც არ შეგიძლია სახლიდან გამოსვლა, როდესაც ქუჩაში ვერ გაისერინებ, როდესაც ხალხს კლავენ. ძალიან მეშინია, მინდა ყველა ჩემი ახლობელი ცოცხალი გადარჩეს. ჩემი მეგობრები ხარკოვში არიან, მეუბნებიან, რომ ყველაფერს ბომბავენ. ძალიან ცუდად არიან. ომში ხალხს ხოცავენ, ომში თავშესაფარში უნდა იჯდე ან სადმე გაიქცე. ომია, როდესაც შუქი უნდა გამორთო, ადრე დაიბანო, მაგრამ ვერ დაიძინო. მინდა ჩემი სკოლა არ დაიწვას და ჩემი მასწავლებლები ცოცხლები იყვნენ. Свет надо выключать. მედუკას ბავშვებისთვის პოლონელები განსაკუთრებით ზრუნავენ. ბარგთან ერთად ყველას ხელში თითო სათამაშო მაინც უჭირავს. 2 დღეა მასპინძლებმა განწყობისთვის პატარებს გაზაფხულზე ახალი წელი მოუყვანეს და სიურპრიზად სანტა კლაუსი ხვდება დატვირთული ხურჯინით და საჩუქრებით. თავარი მედუკამდე მოსვლაა საზღვარზე უკვე უკრაინელ ლტოლვილებზე პოლონელები ზრუნავენ. ეს რიგი საწყისი წერტილია. აქ უკვე ავტობუსები დგას, იღებენ პირველ ინსტრუქციებს და იწყებენ ხანგრძლივ მოგზაურობას. უკრაინა პოლონეთის საზღვრიდან პირველი გაჩერება არის ცენტრალური სადგური ფშემიშელში. აქ ჩამოდიან ავტობუსებით ლტოლვილები. დავათვალიეროთ რა პირობებია სადგურში და რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ მათი გადანაწილება ევროპის სხვა ქალაქებში მოხდეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ფილმის გადასაღებად გამართული მოედანი არ გეგონოთ. 2022 წლის 20 მარტია და ეს ჩვენთან ძალიან ახლოს ხდება. სადგურზე მონაცვლეობით სძინავთ და ადგილსაც რიგრიგობით ერთმანეთს უთმობენ. ბავშვებთან ერთად ცდილობენ ინვალიდებზე და მოხუცებზე იზრუნონ. საკვები პრობლემა არ არის. ყურადღებაც ყველას ყოფნის, მაგრამ ბევრი პრობლემა ერთად დაგროვდა. ჯერ უნდა გადაწყვიტონ, სად ურჩევნიათ წასვლა, თუ პოლონეთში დარჩენაა გამოსავალი.
53 წლის ნატალია გავიცანით ხარკოვიდან მარტო იჯდა, ვერ გადაწყვიტა სად წავიდეს. დიდი ოჯახი ყავს, 3 შვილი, უმცროსი შვილიშვილის ნახვა ვერ მოასწრო. ლენა 2 კვირის წინ ხარკოვის სარდაფში დაიბადა. ბავშვები ხომ არ არიან დამნაშავეები, რაც მე მათი ტანჯვა მატარებელში ვნახე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ძალიან მტკივნეულია, გადმოცემა შეუძლებელია. მთელ მსოფლიოში გავფანდეს, როდის შევიკრიბებით ვინ იცის. და სანამ ოჯახები ისევ გაერთიანდება, ომი დასრულდება და უკან წასვლის პირველი შანსი გაჩნდება, მანამდე ყველაფერი სჭირდებათ, რადგან უკრაინიდან ხელსარიელი გადმოდიან. შემიშლიდან ავტობუსები გადის ევროპის თითქმის ყველა წერტილში, ნებისმიერ ქალაქში, სადაც ლტოლვილები მოინდომებენ. აგროვებენ ბარგს ძირითადად პატარებისთვის და რაც შეიძლება ნაკლებ ნივთს საკუთარი თავისთვის. ეს კი ჰუმანიტარული ცენტრია, რომელიც გახსნეს ლტოლვილებისთვის. აქ იყრის თავს მათი დახმარება და აქედან უფრო მარტივია მათი გადანაწილებაც. უკრაინელებმა ომის დროს ნამდვილი მეგობრები და სანდო მეზობლის ფასი გაიგეს. არ არსებობს მადლობა, რომელიც პოლონურ გულისხმიერებას გაუტოლდება ან გადაწონის. პოლონელების მიერ უანგაროდ გაწვდილი ხელის, ზრუნვის და გამოხატული სითბოს უკან დაბრუნება შეუძლებელია. უკრაინელებისთვის პოლონეთი დღეს და ყოველთვის იქნება იმედი, ძალა და მასპინძელი სახელმწიფო. პოლონეთი უკრაინელებისთვის მეორე სამშობლო ხდება ომში და როდემდე ეს არ არის.